Siem Reap-ში უკვე მოვედი ავტობუსის გაჩერებაზე, საიდანაც უკვე 15 წუთში დავიძვრებით ლაოსის მიმართულებით, კერძოდ კი ჩავალთ ქალაქ პაქსიში. ბილეთში გადავიხადე $48 და როგორც გვეუბნებიან, დაახლოებით 9 საათში უნდა ჩავიდეთ, მაგრამ გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ დღეს სახმელეთო საზღვარს ვკვეთ, შესაბამისად არავინ იცის რამდენი დრო დაგვჭირდება უშუალოდ საზღვარზე გადასვლისას. ავტობუსი საკმაოდ კომფორტულად გამოიყურება, ჩვენც მზად ვართ წასასვლელად, მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლებს ველოდებით, რომ ჯერ ბარგი ჩავტვირთოთ, მერე ჩვენს ჩავსვლით და გავიმართოთ ლაოსის მიმართულებით. ჩავსხედით ავტობუსში და გავიმართეთ საზღვრისკენ. დაახლოებით 6 საათში უკვე კამბოჯა-ლაოსის გამშვებ პუნქტთან ვიქნებით. ძოლი კარგად მართავს ავტობუსს. ეს საშუალებას გვაძლევს მოვდუნდეთ და ფანჯრიდან აზიური პეიზაჟებით დავტკბეთ. აი უკვე მოგესალმებით ლაოსის საზღვრიდან. ძალიან მარტივად ავიღეთ ვიზა და გეტყვით დეტალებს. როდესაც კამბოჯიდან გადმოვედით, საჭირო იყო ქონოდა ფოტოსურათი დაბეჭდილი. შევოსეთ ფორმა, რომელიც ავტობუსშივე დაგვირიგეს. იყო ორი სახის ფორმა, ერთი იყო ვიზის უშუალოდ, მეორე გირიგდება შესვლის და გასვლის ფორმა. შესასვლელში ტოვებ შესვლის ფორმას, ხოლო გასასვლელი უნდა შევინახოთ და როდესაც ქვეყანას დავტოვებთ, უკვე მაშინ წარვადგინოთ საზღვარზე. ვიზის ღირებულება არის $40. ნაღდიან გაშორებთან გადაიხადოთ ხოლოდ, მოგეთ გადავიხადეთ, ჩაგვირთხეს ვიზა და უკვე ველოდებით სხვა ტურისტებს, რომ დავბრუნდეთ ავტობუსში და ჩავიდეთ ჩვენი დანიშნულების ადგილას. გზა იმაზე დამღლელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. ბოლო მონაკვეთი განსაკუთრებით გაიწელა. ერთი სული გვაქვს, როდის ჩავალთ და დავბინავდებით სასტუმროში. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ძალიან გაიწელა გზა და ღამე ჩამოვედით ჩვენი დანიშნულების ადგილას, რომელსაც ქვია პაქსე. ეს არის ლაოსის სამხრეთ არსებული ერთი პატარა დასახლება, სადაც დაგიმილ მაქვს რომ გავატარო მინიმუმ 2 დღე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ როგორც კი სასტუმროში მივედით, მაშინ გადავწყვიტეთ რომ საბავშვოდ გამოსულიყავით, ვინაიდან გზაში ფაქტობრივად არაფერი არ გვიჭამია და რომ გამოვედით ერთ-ერთი რესტორანი ვერ ვნახეთ, სადაც ან ბარათი შეძლებდით გადახდას, ან ახლომახლო იქნებოდა რაიმე გადასახურდავებელი ჯიხური, სადაც დოლარს გადავახურდავდით ადგილობრივ ვალუტაში. არც მაღაზიები იყო, ამიტომ ბოლოს ისე ჩვენ სასტუმროს მივაკითხეთ და იქ მიმღებში ძალიან დაგვეხმარნენ, ვინაიდან გამოვიდა რომ ფული გვასესხეს დროებით და გითხეს რომ დილის საათებში იქნებოდა ადგილები, სადაც გადავახურდავდით და უკვე მერე შეგვეძლებოდა რომ დავბრუნოთ ეს აღნიშნული თანხა. უკვე რო ქონდა ნაღდი ფული, გამოვედით ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ახალზე ვართ მდინარის ნაპირას. უკვე ვივახშმეთ. დიდად ფანტაზია არ ჩაგვირთავს და ბრინჯი შევუკვეთეთ ქათმის ხორცით და ადგილობრივი სანელებით. შედარებით აზრზე მოვედით, შეიძლება ასეც ითქვას და უკვე გავიშვებით სასტუმროსკენ. დავისვენებთ დღეს და უკვე ხვალიდან გავცნობიერდებით რა ხდება უშუალოდ ამ ქალაქშიც და ნახოთ როგორ წავა აქაური თავგადასავლები. ქალაქი პაქსი არის ჩამპასაკის პროვინციის დედაქალაქი და ალბათ არა მარტო ამ რეგიონში, ზოგადად სამხრეთ ლაოსში ყველაზე გამორჩეული ქალაქი, რის გამოც ჩამოვედი აქ. ვინაიდან ქალაქზე ნაკლებად უფრო ბუნება მაინტერესებს და ეს ქალაქი სწორედ ამით არის ძალიან მდიდარი, ვინაიდან გარშემო არაერთი ბუნების ძეგლია. მათ შორის ჩანჩქერები, სადაც ხვალოპირებ მოგზაურობას, მანამდე კი უბრალოდ ქალაქში გაველი. ამ ქალაქზე გეტყვით, რომ ის მე-20 საუკუნეშია დაარსებული ფრანგების მიერ და როცა დავდივართ ქუჩებში, რაც მოვასწარეთ დღეს უკვე კონტრასტების ქალაქი, ესეც სხვა აზიური ქალაქების მსგავსად. ძალიან დიდი ნაწილი ღარიბული შენობებია და მათ გვერდით დავინახავთ ფრანგული კოლონიისთვის დამახასიათებელ მდიდარ ნაგებობებს. დღეს მხოლოდ რამდენიმე ადგილის მონახულებას ვაპირებ. ამას ისე ემატება, რომ საკმაოდ ცხელა და გადაადგილება ჭირს, მით უმეტეს ტაქსის აპლიკაციები არ მუშაობს.
უნდა ვეცადოთ ქუჩაში რომ ვინმე ვიპოვოთ და წავაყვანოთ კონკრეტულ ადგილას, ამიტომ ვეცდები რომ ადგილები რაც მოვინიშნებ დღეისთვის მაქსიმალურად მოვინახულო. ლაოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. მას ესაზღვრება ჩინეთი, ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი და მიანმარი. ლაოსის მთავარი სიმდიდრე ხელუხლებელი ბუნებაა: მთები, ხშირი ჯუნგლები და მდინარეები. ქვეყანაში სოციალისტური წყობაა, ყველგან ნამგალ-და-უროს გამოსახულებიანი წითელი დროშები ფრიალებს. ამ თემაზე უფრო ცლად მომდევნო გადაცემაში ვისაუბრებთ. ახლა კი პაქსეში მოგზაურობა განვაგრძოთ. აი დადგა ის დღე, როდესაც დაგვჭირდა ბანკომატის გამოყენება აზიაში. ზოგადად მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობ რომ ნაღდი ფული მქონდეს თან, ვინაიდან რაიმე პრობლემა არ შემექმნას, მაშინ რომ გადავახურდაო ადგილობრივ ვალუტაში, რომ გადაადგილება იქნება კვება თუ სხვა ხარჯები, უზრუნველყოფილი ვიყო. მაგრამ ვინაიდან ჯიხურებში და ბანკებში არ მომეწონა კონვერტაციის ღირებულება, გადავწყვიტე რომ ბანკომატით ვესარგებლა. ჩემგან 6 ბანკომატია, 4 არ იმუშავა, თანხა არ მომცა რატომღაც, ხოლო მე-5-ემ უკვე მომცა შესაძლებლობა გავამეტანა ადგილობრივი ვალუტა, რომელსაც ეწოდება კიპი. ის არის იმ უშვიათეს ვალუტებს შორის, რომელსაც არ გააჩნია მონეტები და მხოლოდ ქაღალდის კუპიურები აქვს. ნომინალები კი 1000-დან 100.000-მდე მერყევს, რომელიც ძირითადად გამოიყენება. როგორც მიხვდებოდით, საკმაოდ დიდი ინფლაცია ქვეყანაში. კარგად რომ გავიაზროთ, 100.000 კიპი არის დაახლოებით $4.5, რაც დაახლოებით 2.5-ან 13 ლარი გამოდის. ლაოსური კიპი ითვლება არაკონვერტირებად ვალუტად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ ძალიან გაგიჭირდებათ მისი გადახურდაობა. შესაბამისად, როდესაც დაგჭირდება თანხა, ჯობს რომ ბევრი თანხა არ გამოიტანოთ, რასაც გამოიტანთ, ან აქვე დახარჯოთ, ან შეეცადოთ, რომ ქვეყნის შიგნით გადაახურდაოთ, რათა უსარგებლოდ არ დარჩეს დარჩენილი თანხა. საკომისიოებზეც გეტყვით, რომ არც ისე პატარა საკომისიოებია. უშუალოდ ბანკომატი ერთ ტრანზაქციაზე დაახლოებით 10 ლარს გაჭრით, მაგრამ ეს კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში ლარში, შესაბამისად ჩვენი ბანკებიც დამატებით საკომისიოს ძენს, მოკლედ ერთი თანხის გამოტანა არც ისე იაფიჭდება. ამიტომ ზუსტად გათვალეთ დაახლოებით რამდენი დაგჭირდებათ აქ მოგზაურობისას. პირველი ღირსშესანიშნაობის მონახულებამდე გადავწყვიტე ადგილობრივ ბაზარში შემევლო. ჩემმა ერთგულმა მაყურებელმა კარგად იცით, აზიაში მოგზაურობისას ამ შანსს არასდროს უშვებ ხელიდან. თუმცა ეს ბაზარი დიდად არაფრით აღმოჩნდა გამორჩეული, ამიტომ დიდხანს არ დაუყოვნებულ ვარ. იქვე მაღაზიაშიც შევიჭრიდე. ბაზრისგან განსხვავებით იქაურობა სუფთა და მოწესრიგებული დახვდა, თუმცა დახლებზე იმდენად უცხო პროდუქცია ეწყო, სიმართლე გითხრათ ვერც კი გავერკვიეთ რა იყო. ბაზრის შესასვლელთან ტუკტუკები შევამჩნიე. ძღოლს ფაზზე შევუთანხმდი და ჩვენი დანიშნულების ადგილისკენ გავეშურე. ვინაიდან ტაქსის აპლიკაციები არ მუშაობს, მოლაპარაკებაზე გადავდივარ პირდაპირ და რა თქმა უნდა თვითონ გვესევიან ბაზრის ტერიტორიაზე, რომ რაიმე ადგილას წაყვანა შემოგთავაზონ. მე ერთი ადგილის მონახულება მინდოდა, რაც უშუალოდ ქალაქში არის, ეს არის ვატლუანგის ტაძარი. ამიტომ ყველან მარტივად მოველაპარაკეთ, დავწხედით და ახლა მივემართებით ამ ტაძრისკენ. ყველან კარგად მორთული და საინტერესოდ გაკეთებულია და რა თქმა უნდა ესეც გამოცდილებაა, რომ ერთი არ როდესაც კი ბატონო უსაფრთხოება და აპლიკაციით მოძრაობ ქალაქში, მაგრამ ადგილობრივთან ესე შესვლა კონტაქტში ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე. ესეც საინტერესო თავგადასავლის ნაწილია. დაახლოებით 5 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მოვედით ვატლუანგის ტაძარში. მისი მონახულება დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე შესაძლებელი, სადაც საქმოსულ ვიზიტორებს შეგვიძლია დავათვალიეროთ ტაძრები, შენობები, ასევე აქ არის მდინარე, რომლის ხედებზეც შეგვიძლია ჩამოსდეთ და განიტვირთოთ. ვატლუანგის ტაძარი 1925 წელს არის აშენებული, თუმცა თავდაპირველად ის აშენდა როგორც ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრი, ვინაიდან მკვიდრ ბერებს შეეძლოთ ესწავლათ
ინგლისური ენა, კულტურისა და ეკონომიკის სხვა დარგები. უშუალოდ პაქსეში 20 ტაძარია, რომელთაგან ვატლუანგი არის ყველაზე დიდი და ამასთან უნიშნელოვანესი ტაძარი. როგორც ფართობით, ისე მნიშვნელობით. ახლა ტაძრის ტერიტორიაზე ვიმყოფები, შემოსვლა უფასოა, ბევრი ადამიანი არ ჩანს, მგონი ჩვენ ვართ მარტო ტურისტები დღეს და ძალიან კარგია ასე შვიდ გარემოში დავათვალიეროთ ეს ლამაზი ტაძარი. ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს საგვარეულო საძვალე, სადაც რევოლუციამდელი პერიოდის ლაოსის სამეფო ოჯახის წევრებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფერფლი ინახება. ტაძრის ეზო საოცრად მოწესრიგებულია. აქ მრავლადაა დეკორატიული მცენარეები და ბუდას ქანდაკებები. ზიან ამინჩი ტაძარი განსაკუთრებულად ლამაზია. ზის შუქზე ფერადი ორნამენტები კიდევ უფრო კონტრასტული და მომნუსხველი ხდება. ტაძრის ტერიტორიაზე არაერთი ნაგებობაა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, ვინაიდან აქ არის დიდი ოქროსფერი ბუდას ქანდაკება, რომელიც არის დედამიწის მოწმეს მოწოდების მუდრაში. მთლიანი ეს ნაგებობა გაფორმებულია ნახატებით, სადაც წარმოდგენილია ბუდას ცხოვრების ამსახველის სხვადასხვა მომენტი, რა თქმა უნდა, ულამაზეს ფერებშია ყველაფერი გაფორმებული, რომ დიდრულად წარმოჩინდეს აქ როგორც მომლოცველებისთვის, ასევე ჩვენაირი ადამიანებისთვის, ვინც უბრალოდ დასათვალიერებლად მოვდივართ და ძალიან კარგი აურა და გარემოა. ვინაიდან ბევრი ხალხი არ არის ახლა საერთოდ, გაგვიმართლა კარგ დროს მოვედით და მართლაც რამდენიმე წუთით ჩამოჯდომა, დასვენება განტვირთვა ძალიან კარგია. მის მიუხედავად რომ ბუდიზმთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ადგილობრივების თქმით, ბუდამ თავისი კვალი დატოვა ტაძრის ტერიტორიაზე, რაც საბაბი გახდა ძალიან ბევრი მომლოცველისა მოსულიყო აქ და იმედიტირა, ელოცა და ლოცვა აღევლინა ბუდას მიმართ. გუშინდელი დამღლელი მგზავრობისა და აქაური პაპანაკება სიცხის შემდეგ ძალების აღდგენა ნამდვილად გჭირდება. ამიტომ დღეს დავისვენებთ, რომ ხვალ განახლებულ ენერგიით მოვინახულოთ ჩვენი მარშრუტის ყველა დაგეგმილი ადგილი. და დადგა რომ ამ ტურის ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ, რომელიც არის ჩანჩქერების ტური. როდესაც პაქსეში მოგზაურობას გეგმავდი, შევარჩიე რამდენიმე ტური. იცით თქვენ რომ ონლაინ საიტებზე ვარჩევ ხოლმე შესაბამის ტურებს, მაგრამ იმ დროის განმავლობაში, სანამ აქ ჩამოვედი, ეს ტურები საერთოდ გაქრა ან საგრძნობლად გაძვირდა. მაგალითისთვის თუ ერთი ადამიანი ღირდა კონკრეტული ტური $30, ახლა ეწერა $200. შესაბამისად, ძალიან არაადეკვატური ფასია, თუმცა ჩვენ სასტუმროში, ჩვენ მიმღებში ძალიან კარგი ადამიანია, რომელმაც მოგვიგვარა ყველაფერი ასე რომ ვთქვათ. ვიშოვეთ მანქანა თავისი მძღოლით, ამიტომ ახლა ჩავსვდებით მანქანაში და გავემართებით ძალიან საინტერესო ადგილებზე. ფოტო ვიდეოები რაც ვნახე, ულამაზესი უნდა იყოს, 3 დიდ შესანიშნავი, ამიტომ დავიწყოთ დღევანდელი თავგადასავლებით. ტადფანის ჩანჩქერი, რომელიც სამხრეთ ლაოსში, ჩამპასაკის პროვინციაში, პაქსედან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 38 კილომეტრში მდებარეობს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. ძალიან კარგ მდგომარეობაშია, დაახლოებით 40 წუთი დაგჭირდა რომ ამ ადგილას მოსულიყავით, სადაც შევიძინეთ შესასვლელი ბილეთი. ერთ ბილეთში გადავიხადე 30,000 იქიფი, რაც დაახლოებით 4 ლარამდეა, ასე უხეშად რომ მიანგარიშოთ. ახლა გავემართებით შესასვლელისკენ და ვნახავთ ამ ჩანჩქერს. ბევრი სასიარულო არ გვაქვს, რამდენადაც ვიცი და ერთად ვნახოთ. შესასვლელიდან ჩანჩქერამდე სულ რაღაც 400 მეტრია. დონჰუა საოს დაცული ტერიტორიის ეს ბუნებრივი საოცრება ორი მდინარის, ჩამპისა და პაკ-კუტის შეერთებით იბადება. მათი ნაკადები 120 მეტრის სიმაღლის კლდეზე ერთიანდება და უძირო უფსკრილში ეშვება, რომელიც გარშემორტყმულია ხშირი, გაუვალი ტროპიკული ტყეებით. სწორედ ეს გრანდიოზული ვარდნა აქცევს ტადფანეს ლაოსის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ჩანჩქერად და მთელი რეგიონის ბუნებრივი სილამაზის სიმბოლოდ. აქაურობა
იმდენად მასშტაბური და მომდუხველია, რომ მის წინაშე დგომისას ბუნების ძალას მთელი სიმძაფრით გრძნო. თუმცა აქ მხოლოდ ხედების დასატკბობად არ მოსულვარ. ამ ტერიტორიაზე უამრავი აქტივობაა, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ზიპლაინია. ტური $40 შევიძინე. საჭირო დოკუმენტები შევავსე და უსაფრთხოების ინსტრუქტაჟიც გავიარე. აქვე საინტერესო სერვისი შემოგთავაზეს. $8 სანაცვლოდ გიდი თქვენივე ტელეფონით გვერდიდან გიღებთ დაშვების მთელ პროცესს. დასაკვირველია ეს შანსი არ გავუშვი ხელიდან და გადაღებაც დავამატე. დაშვებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. აღჭურვილობა მოვირგეთ და უსაფრთხოების წესებს ვეცნობით. გიდი გვიხსნის ყველა იმ ნიუანსს, რომელიც საერთში ყოფნისას უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია შინაგანი მღელვარება მაქვს, მაგრამ ინტერესი უფრო დიდია. დაშვებისთვისაც სრულიად ვზად ვარ. ძალიან მაგარი იყო და ახლა უკვე მეორე პლატფორმაზე ამოვიდით, რომ აქედან დავეშვათ. აი ამზადებს ჩემი გიდი, ოკეი? აბა. ძალიან მაგარი იყო ეს მეორე შეგრძნებაც, ამჯერად უკვე ზევიდან გადაუფრინეთ ამ ჩანჩქერს და ძალიან მაგარი იყო. ახლა შეება გამყოლმა მითხრა რომ ბილიკს გავყე. რომ უკვე მესამე და საბოლოო დაშვება განვახორციელო. აუ ძალიან კარგია. ესეთი თავისუფლება, სიმშვიდე დიდი ხანია არ მიგზნიათ, როცა ქალაქის სიცხიდან უკვე ასეთ ადგილას მოდიხარ, ასე დაეშვები, გადახედავ ყველაფერს. ადრენალინი მოდის და ძალიან მაგარი განცდები აუცილებლად უნდა გამოსადოთ ასეთი რამეები ცხოვრებაში. ეს აქ იქნება თუ სხვაგან არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან მაგარია. ნელ-ნელა სხვა ტურისტებიც მოგროვდნენ. გიდებიც ადგილზე არიან და დროა ბოლო დაშვებისთვის მოემზადო. მესამე პლატფორმაზე მოსახვედრად თოქზე გავლა მიწევს. შორიდან ცოტა რთული ჩანს, თუმცა რეალურად საკმაოდ მარტივი გადასასვლელია. თავარია სიმაღლის შიშმა არ დაგძლივს, თუმცა თუ ერთხელ უკვე გადაწყვიტე ამ ტურში მონაწილეობა, ესე იგი ყველაფერი რიგზია და მშვიდად იქნება. ეს რო არ ყავდეს რა მეშველებოდა. ეს ჟენერად ილოს. Ausflug. Okay, good. Koptai Laila. მართლა საოცარი თავგადასავალი იყო. ალბათ პირველი განსაკუთრებით, მაგრამ ხავალძევით ნახავ რობი რაშვება. წესიც ისჯერ არ უნდა დაშვებულიყო და ახლა იმასაც შევხედავ შორიდან. ჩემი ასვლის შემდეგ რობით დაეშვა, მე კი პლატფორმაზე დავრჩი, რომ ცოტა დამესვენა და ამ ჯადოსნური ხედებით კიდევ ერთხელ დავტკბარიყავი. ერთი როდესაც ზიპლაინის ტური ახალი მორჩენილია და დადებითი ემოციებით ხარ დატვირთული და ასე აღწი ყველაფერს, ხოლო მეორე შედარებით დამშვიდებულზე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამტვირთვისა და დასვენების შემდეგ
არ შემცვლი ეს ემოციები და შეიძლება პირიქით უფრო აღმატებითაც ვარ განწყობილი ამ თავგადასავლის მიმართ, რაც აქ გამოვცადე. გარდა ამისა, შეიძლება აქ მოხვიდეთ და zipline-ით არ დაეშვათ, მაგრამ უბრალოდ ჩამოსხდეთ, ყავა, ჩაი ან რაიმე წვენი მიირთვათ და განიწვირთოთ, ვინაიდან გარშემო არის ტროპიკული ტყეები და ამის მიუხედავად ძალიან კარგი სიგრილია. ეს ჩანჩქერი, რომელიც 120 მეტრის სიმაღლისაა და ეშვება ამ საოცარ ხეობაში, კიდევ უფრო საოცარ ბუნებრივ ხმებს გამოსცემს და იმის მიუხედავად, რომ მთავარი გზიდან სულ რაღაც 400 მეტრში ვართ, ესეთი განსამეუფლება თითქოს ველურ ჯუნგლებში ვიყო და აქედან ვკვებოდე ხედებით. მოკლედ ძალიან კარგი იყო ეს ყოველივე და ცოტა ხანი დავისვენებ, მერე გავაგზავნებ ჩემს დღევანდელ თავგადასავლებს. როდესაც ჩანჩქერიდან დაბრუნდით ჩვენს მანქანასთან, ჩვენო ძღოლმა შემოგთავაზა, რომ სანამ დაბრუნდებით სასტუმროში, აქ ახლოს არის პლანტაცია და წავიდეთ და ჩვენს რა თქმა უნდა უარი არ უთხარით. ეს არის ყავისა და ჩაის პლანტაცია, სადაც შემოსვლა უფასოა. შეგვიძლია დავათვალიეროთ და თუ რაიმე მოგვიწევა, მე როგორ შევიძინოთ კიდეც. როგორც ვაკვირდები, მაინც და მაინც დიდი პლანტაცია არ არის. გზის გადმოღმა მდებარეობს, რომ ტურისტული დატვირთვა უფრო აქვს, სავარაუდოდ, რომ ადამიანები ვინც აქ მოგზაურობენ, გაეცნონ ამ კულტურას. ჩვენც აქ ვართ უკვე და დავიწყოთ შევათვალიეროთ ერთად. ეს პლანტაცია მართლაც პატარაა და უფრო საექსკურსიო სივრცეს გავს, ვიდრე მასშტაბურ პლანტაციას. თუმცა, თუ გაინტერესებთ როგორ ხარობს ყავა, რა ჯიშები არსებობს და როგორ მუშავდება მარცვლები, აქ აუცილებლად უნდა შეიაროთ. ადგილი ისეთი კომპაქტურია, რომ სულ რაღაც 10-15 წუთში ყველაფრის დათვალიერებასა და ფოტოების გადაღებასაც მოასწრებ. პაქსის რეგიონი ცნობილია თავისი ყავის კულტურით და აქ არაერთი პლანტაცია მდებარეობს. ჩვენც ერთ-ერთ მათგანში ვიმყოფებით ახლა. განსაკუთრებულ ყავის გემოს განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში ეს არის ვულკანური ნიადაგი, ასევე კარგი ტემპერატურა, ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობს, ასევე უხინალექი იცის, რაც ყავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფაქტორების ერთობლიობით სწორედ უგემრელესი ყავა მიიღება. ყავის წარმოება ამ ტერიტორიაზე იწყება მე-20 საუკუნეში, რა დროსაც ფრანგული კოლონიური პერიოდია და ფრანგებმა შემოიტანეს ეს კულტურა და განავითარეს. მას შემდეგ უფრო და უფრო ვითარდება და ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია როგორც უშუალოდ ლაოსში, ისე ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მართალია, აზიაში ბევრად უფრო მასშტაბური ყავისა თუ ჩაის პლანტაციები მინახავს, მაგრამ აქაურობას მაინც თავისი ხიბლი აქვს. რა თქმა უნდა, შანსი არ გავუშვი და ადგილობრივი ყავა და ჩაი ბარაგისთვისაც შევიძინე და საჩუქრადაც, ჩემი მეგობრებისთვის. ფასები ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით დაახლოებით 15 ლარიდან იწყება და 100 ლარამდეც კი აღწევს. სანამ სასტუმროში დავბრუნდებით, კიდევ ერთი ჩანჩქერის მონახულება გეგმაში. ადგილზევე შევიძინე ბილეთი, აქაც 30000 ღირდა ერთი შესასვლელი ბილეთი. რა თქმა უნდა, ნაღდიან გასწორებით გადავიხადე და ჩავდივარ ახლა ჩანჩქერის მიმართულებით. როგორც გითხეს, ბევრი არ არის სასიარულო ფეხით, ამიტომ გავაგრძელებ ეს გზას და უკვე ნახოთ როგორ მოგვეწონება ეს ჩანჩქერი. ისეთი აღმატებული ვერ იქნება როგორც წინა ჩანჩქერი იყო, მაგრამ რაც იქნება დარწმუნებული ვარ, არ იქნება ურიგო და მოგვეწონება კიდეც. აქ ერთი ხიდია, რომლის მეშვეობითაც გადავდივარ და გაგვიმართლა ახლა რომ წყალუხობა არ არის და არ არის დაფარული ეს ხიდი, ვინაიდან რამდენიმე ფოტო-ვიდეო ნახე, სადაც ძალიან გადაფარული იყო ეს ხიდი და ხალხს უწევდა რომ გადაელახა ეს მდინარე თოკების საშუალებით. მართალია ჩამპის ჩანჩქერი ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს როგორც დიდებული კატფანე, მაგრამ ჩემი აზრით ნამდვილი აღმოჩენაა.
აქაურობა საოცრად მშვიდი და მყუდროა. იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც პიკნიკის მოწყობა, მედიტაცია ან უბრალოდ ბუნების სიჩუმეში განკვირთულ სურს. ჩანჩქერის მონახულების შემდეგ დავბრუნდით სასტუმროში. ცოტა დავისვენეთ და დაღამებამდე კიდევ ერთ ადგილს მოვინახულებთ პაქსეში, საიდანაც ზის ჩასვლის ხედებით დავტკბებით. ახლა მოვედით ერთ თვალწარმტაც ადგილას, რომელსაც ვატფასალაოს ტაძარი ეწოდება. სასტუმროში ვთხოვეთ, რომ ჩვენთვის მოეძებნათ მძღოლი, ვინც აქამდე ამოგვიყვანდა. დაახლოებით 15 წუთი ვიარეთ და მთლიანობაში ეს ტური დაგვიჯდება, ასე რომ ვთქვათ, 350.000, რაც ძალიან უხეშად რო ვიანგარიშოთ 50 ლარი იქნება. ამ ტაძარს მეურნეოდ ეძახიან დიდი ოქროსფერი ბუდას. ტაძარს და არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჩემს უკან სწორედ ბუდას დიდი ოქროსფერი ქანდაკება. ადგილობრივებისთვის ეს ბუდა არის სიმშვიდისა და დაცვის სიმბოლო. ქალაქში გადაადგილებისა დღესაც რომ მოძრაობდით, ძალიან ბევრი ადგილიდან შევამჩნიეთ და ფაქტობრივად ყველა ადგილიდან ჩანდა. რომ არ მქონოდა სამოგზაურო გეგმაში, იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება ქალაქიდანაც, რომ ამ შემთხვევაშიც მომინდებოდა და ამოვიდოდი აუცილებლად აქ. გარდა ამ დიდი ბუდისა, გარშემო არის ასევე პატარა ზომის ბუდის ქანდაკებები და ეს ტაძარი ძალიან პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივებში, ვინაიდან როგორც გავარკვევთ, აქედან ულამაზესი მზის ჩასვლა არის ხოლმე. მეც როგორც იცით, ძალიან მიყვარს ასეთი ხედებით გქობა, ამიტომ ზუსტად ეს პერიოდი შევარჩიე, რომ აქ ამოსულიყავით. მოგვენახულებინა ტაძარის, ბუდას მონუმენტიც და რა თქმა უნდა, ქალაქის ხედებით დავგვარყავით, რომელიც მდინარე მეკონგის პირას არის გაშლილი და აქედან ძალიან კარგად ჩანს. თვალწარმტაცი პანორამებით კლობის შემდეგ დროა სასტუმროში დავბრუნდით. ჩავბარგდეთ და გეზის შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ ავიდით. ჩვენი თავგადასავლებით სავსე დღეც აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში ტაძრებისა და კონტრასტების ქალაქს, ლაოსის დედაქალაქ ვიენტიანეს შემოვიდით. დაგველოდეთ, არ გამოტოვოთ მორიგი აღმოსავლური თავგადასავალი.